საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და 3 მოქალაქე. უწყების ინფორმაციით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობისთვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს. ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტში. თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით 98,902 ლარი მიიღეს, აცხადებენ უწყებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 351 მუხლით და 362 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.